ტონი ავთანდილ ბერიძე. მე ისევის ავთანდილ ბერიძე ვარ, რაც ვიყავი 20 წლის წინ. ეს ჩემი ცხოვრების წესია, რომ პატივი მივაგო, ჩემზე უფროს პატივი მივაგო გარდაცვლილს. ჩემი ძველი მეგობარია ზურაბ გორგილაძე. პოეტების, მწერლების, თანამებრძოლების და გამოჩენილი აჭარლების სასაფლაოებზე გასვლა. ის ტრადიცია, რომელსაც ავთანდილ ბერიძე არასდროს დაარღვევს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ ფორმით გარდაცვლილების მიმართ პატივისცემას გამოხატავს. სისხლი და ოფლი ვისთან ერთადაც დაგვითხოვია, იმ ადამიანების საფლავზე მივდივარ, ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლებელია თითოჭიქა ღვინოც წაუქციოთ. მე თუ სადმე მივედი ადამიანის პატივის, ადამიანისადმი პატივის მისაგებად, ესაა სრულიად ბუნებრივი და ხალასი გრძნობა. პროფესიით ეკონომისტი ბერიძის პოლიტიკური კარიერა 27 წელს ითვლის. პოლიტიკით 1988 წელს დაინტერესდა. მაშინ, როდესაც აჭარაში პირველი საპროტესტო კარავი დადგეს და ეროვნული მოძრაობა დაიწყო. თითქმის 22 წელი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. 2012 წელს კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პორტფელი ჩაიბარა. აჭარაში მას დიდი ხანია იცნობენ, თუმცა დანარჩენმა საქართველომ ავთანდილ ბერიძე სკანდალებით გაიცნო. 2008 წლის გამოშვების პრადოს ჯიპით და შავი კოლგით. ამ მანქანაზე ინდობოდეს. ხო, კიდევ 15,000 ლარი გჭირდება, მაგრამ ჩვენ იმიტომ ძალიან ძველია და ძალიან დაზიანებულია. მე თვითონ იცით მართვა მანქანი? არა. მე არც მქონია არასოდეს მანქანა და მანქანის მართვა ზოგადად ვიცი, მაგრამ მე არ მაქვს მართვის მოწმობა. ყოველთვის ეძებენ რაღაცას და ნახულობენ ისეთ რაიმეს, რაც გულს მტკენს უბრალოდ რომ მაგალითად კოლგას? თუნდაც კოლგას. ჩვეულებრივი ცხოვრების წესი არის კოლგის ტარება ბათუმში და ჩვეულებრივი ცხოვრების წესი არის რომ უმცროსმა უფროს კოლგა დააფაროს. ანუ ეხლა წვიმა რო წამოვიდეს და მე და თქვენ ერთად რო გამოვიართ, მე როგორ გეკადრება თქვენ მანდილოსანი ბრძანდებით. ტრადიციების მოყვარულ 60 წლის თანამდებობის პირს ერნობა კოლგით და კოლგის გარეშე მარტოც უყვარს და მანდილოსნებთან ერთადაც. ავთანდილ ბერიძის ბათუმი ერთ ძველ უბანს, ლიპნელხის ქუჩას უკავშირდება. ადგილს, სადაც ბავშვობა გაატარა. ამ ქუჩაზე ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს. აი ამ მიდამოებში იღებდნენ ხოლმე კინოსტუდია ქართული ფილმი იღებდა ხოლმე ფილმებს, მაგალითად პიერ მილცის თანამშრომელი ამ შენობაში არის გადაღებული, ჩემი ბავშვობის ფილმია. და როგორ არა, კადრში არა, მაგრამ მახსოვს პატარა ბიჭი უყურებდი ხოლმე დიდი ინტერესით ამ გადაღებებს. აი სახიობაზე ხომ არ ოცნებობდით? ამ სახიობაზე ვოცნებობდი, ადრე ვიყავი სცენის მოყვარე, აჭარის დამსახურებული არტისტი. ლია აბულაძე. რომელი როლი გახსოვთ ავთანდილ ბერიძის შესახებ? ბორისი. რა კარგი იყო. ეს მოხდა, ეთქვა სპექტაკლს ასეთ სათაური ქონდა. ეს მოხდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ბათუმში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მოსაფიქრებელია პროექტები, რომელმაც დამსვენებელი ზღვისპირა ქალაქში ზამთარშიც უნდა ჩაიყვანოს. ახალი ბათუმი მრავალსართულიანი სასტუმროებითა და დასასვენებელი კომპლექსებით მოსწონს, თუმცა არის მშენებლობები, რის გამოც ძველ ხელისუფლებას აკრიტიკებს. ხედავთ ეგერ ამბანისკოს სრულიად უფუნქციო 65 მილიონი დაჯდა. აი ის 3 წლის წინ გაკეთდა და ერთი დღე არ უმუშავია. რატო არ არის განათებები ჩართული? ადრე ხო იყო? ფული უნდა იყოს. ზვირიჯდება შენახება. რა თქმა უნდა. საკანონმდებლო საქმიანობას 6 საათზე ასრულებს. სახლში მეუღლე ელოდება. რუსუდან ბურჭულაძე პროფესიით ექთანია და საბავშვო ბაღში მუშაობს. რა რეაქცია გაქვთ, როდესაც აკრიტიკებენ? ჰიპერტონიკი ჩამოყალიბდი. ხართ Facebook-ის მომხმარებლები? აქტიურად იყენებთ? ვიყენებთ, როდესაც ბრაზდები არ შევამეთქვა, ხანდახან შევიპარებ. მე მაინც და ამოწმებს რას წერენ მეუღლეზე? ვამოწმებ რას წერენ მეუღლეზე. სოციალური ქსელი ჩემთვის ურთიერთობის საშუალებაა, მეგობრები ბევრი არ ამყავს, 600-ზე ცოტა მეტი. წამომძანით გაჩვენოთ. სოციალურ ქსელში მომხმარებელი სახელით ავთანდილ ბერიძე 5 წლის წინ გამოჩნდა. Facebook-ის საშუალებით ეცნობა პოლიტიკურ სიახლეებს, კრიტიკულ მოსაზრებებს, კითხულობს მასზე დაწერილ სტატუსებს. კომპიუტერზე და ინტერნეტზე დამოკიდებული რომ არ გახდეს, Facebook-ში დღეში მხოლოდ ერთხელ 1 საათით შედის. საკუთარ ფოტოს მეგობრებს მხოლოდ მას შემდეგ უზიარებს, როცა მას კარგად დაამუშავებს. ახლა ეს სურათი შეიძლება გავაკეთოთ, აბრესკაც გავაკეთოთ, თქვა ამ შემთხვევაში ძალიან ცოტათი ინტერესტროშები გამოჩნდეს. ეს არის.
მზად არის, ახლა შევინახავ. რას კეთდება ჩემს გვერდზე, უშუალოდ ჩემი გაკეთებულია. იმ ალბომს მე ჩემი ხელით თვითონ ვაკეთებ. ქრონიკა ვნახოთ, აი, ბოლო აქტიობები. ჟესტი მომეწონა ძალიან და პატრიარქია ზოგადად და ახალგაზრდა გოგონას ძალიან უჭირს და ვცდილობთ ყველანი დავეხმაროთ. აი, ჩოხარო გაინტერესებდა თქვენ. ვაჟა დავითაძე ჩემ მეგობარს დაუდვია 2000 აუ ეს მაგარია ეხლა ამან მართლა დამაინტერესა მე არა მაქვს ეს ყველა არა მაქვს გვაჩვენებს ჩოხასაც რომელსაც სადღესასწაულო დღეებში ტაძარში იცვამს მისი ტარება თურმე ავთანდილბერიძეს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ისევე როგორც ეს კარიკატურა ჩემი სახე გაშარჟებულია რა თქმა უნდა მაგრამ ეს კეთილი იუმორია თბილი იუმორია ჩემთვის ძალიან მისაღებია